13 წლის წინ ქუთაისში დაწყებული ახალი ისტორია და პირდაპირ კავშირი ევროპის ათეულობით დედაქალაქთან. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. გრძელდება სიურპრიზების კვირეულიც, რაც მგზავრებს სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. უახლოეს მომავალში აეროპორტს, რომელმაც იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრის სატრანსპორტო ჰაბად აქცია, განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება. ცოტა ხნის წინ დასრულდა ახალი საპარკინგე სივრცის მოწყობა. ამ ეტაპზე კი აეროპორტში ახალი დასაფრენი ბილიკის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება დიდი ზომის სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღება. ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი 13 წლისაა. ამ დღესთან დაკავშირებით მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს. 25-დან 31 ოქტომბრის პერიოდში მგზავრებს ქუთაისში ექსკლუზიური შეთავაზებები და სხვადასხვა სიურპრიზები ელოდებათ. მთავარ გამარჯვებულს კი დღეს ორმხრივი ავიაბილეთი გადაეცა. პირველ რიგში მადლობა, ძალიან სასიხარულოა და ძალიან ბედნიერებაა ეს ყველაფერი. საფრანგეთში კი ვარ ნამყოფი, თუმცა ლიონში არ ვარ ნამყოფი, პარიზში ვარ ნამყოფი და ძალიან გამახარეთ. ეს ფაქტიურად ჩემთვის პირველი მოგებაა ცხოვრებაში. ერთ-ერთ მგზავრს წილად ხვდა იღბლიანი ბორტის ბილეთი. ვილოცავთ ჩვენს გამარჯვებულს იორდანაშვილ ფარნაოს, რომელმაც მოიგო ვიზიარის ფრენა ლიონში. გისურვებთ დაუვიწყარ მოგზაურობას. და კიდევ ერთხელ ვილოცავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 13 წლის იუბილეს. აეროპორტის ისტორია 13 წლის წინ დაიწყო და დღემდე 8.800.000-ზე მეტ მგზავრს და 30.000-ზე მეტ რეისს მოემსახურა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტში კვებისა და სხვადასხვა სერვისების კუთხით შემოვიდნენ როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდები. აეროპორტის ტერიტორიაზე მოეწყო 700-მდე ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად ახალი 3 კილომეტრნახევრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ეს არის წარმატების ისტორია, რომელიც სამოქალაქო ავიაციის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. 13 წლის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტი სრულიად განახლდა, გაფართოვდა 6-ჯერ და თითქმის 8.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა. დღეის მდგომარეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ აეროპორტს წარმოადგენს, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ ცენტრად. ხაზგასასმელია ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. აქ გამოვყოფდი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას, რომლის დასრულების შემდეგ კომანს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს დიდი ბორტების მიღებას. ასევე ჩვენ ვნერგავს ელექტრონულ სერვისებს და ზოგადად ყოველწლიურად ვავითარებთ ისეთ სერვისებს, რომელიც მორგებულია მგზავრზე და მის კომფორტულ მოგზაურობას. ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს.